რა თქმა უნდა, ამბავი, რომელიც გუშინ ყველასათვის გახდა ცნობილი, საქართველოს ახალი პატრიარქი ყავს. ილია მეორეს შემდეგ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭედპყრობელი გახდა შიო მუჭირი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლიდან მეუფე შიო მუჭირი პატრიარქის თანამოსახდრე იყო. მას შემდეგ კი, რაც ილია მეორე აღესრულა, წმინდა სინოდმა ის 3 კანდიდატს შორის დაასახელა 2026 წლის 28 აპრილს. პატრიარქი შიო მესამე ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჭირი დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. შიო მუჭირის მამა თეიმურაზ მუჭირი არქეოლოგი იყო. დედა ნანა ქურდიანი ფილოლოგიის დოქტორი გახდათ. ბებია ნინა ჟვანია იყო ცნობილი ექიმი. ბაბუა ელიზბარ ქურდიანიც ექიმი გახდათ. მუჭირებისა და ქურდიანების ოჯახში ელიზბარი იყო პირველი, ვინც მუსიკას გაჰყვა. მოგვიანებით კი სასულიერო ცხოვრების გზა აირჩია. თბილისის 53 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ელიზბარ მუჭირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და სახელად შიო უწოდეს. 1996 წელს კი მაშინდელმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერ დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იღუმენი შიო გამოარჩია ახალ შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღვრად. ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ, რომ ახალი პატრიარქის შესახებ მსჯელობა წმინდა სინოდმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ილია მეორე ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში აღესრულა. 1977 წელს კათოლიკოს პატრიარქად აღსახტრების შემდეგ ილია მეორე თითქმის ნახევარი საუკუნის სრული 48 წელი უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მის სახელს კი უამრავი საქმე უკავშირდება: ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, მრევლის ტაძრებში დაბრუნება, სასულიერო პირების რაოდენობრივი ზრდა, საერთაშორისო კავშირების განმტკიცება და ასე შემდეგ. ის სიყვარული კი, რაც მან დატოვა მრევლში, ყველამ ვიხილეთ უწმინდესის დაკრძალვის და წინა დღეებში, როდესაც არ წყდებოდა მოქალაქეების რიგი სამების საკათედრო ტაძრისკენ, ის მუდმივად გვაძლევდა იმედს და სწორგეს ეპისტოლეებისა და ქადაგებების მეშვეობით. სწორედ ასეთი ეკლესია დატოვა მემკვიდრეობად ილია მეორემ. დღეიდან კი ახალი რეალობის წინაშე ვართ, გვყავს ახალი სულიერი მამა. ასეა ნამდვილად. და ზოგადად საქართველოს ისტორიაში პატრიარქი მხოლოდ ეკლესიის მეთაური კი არა, ეროვნული იდენტობის და საზოგადოებრივი ერთიანობის სიმბოლო. ამიტომ ახალი პატრიარქის არჩევა თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს რიგით 152 პატრიარქი აირჩიეს. ვინ მონაწილეობდა არჩევნებში, როგორი იყო სინოდის როლი და რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას ახალი პატრიარქის მიმართ. რამდენიმე წუთში ახალი პატრიარქის შიო მესამის აღსაყდრების ცერემონიალიც დაიწყება, რომელიც ტრადიციულად სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ყველა პატრიარქის ინტრონიზაცია სწორედ მცხეთაში აღსრულდა. თემაზე სასაუბროთ, რომელიც ჩვენს მაყურებელს და ჩვენს ბუნებრივია ძალიან გვაინტერესებს, ლილიან ხოსიტაშვილი მოვიწვიეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე დილა მშვიდობის. მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. გუშინდელ დღეზე მინდა რომ ვისაუბროთ და გავამახვილოთ ყურადღება სინოდის როლზე ვისაუბროთ. დიდი სიამოვნებით. ინესწრებოდა კრებას ესეც. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს Ანდრია პირველწლების დღეა და რასაკვირველია ძალიან ნიშანდობლივია რომ აი ამ განსაკუთრებულ დღეს მიეძღვნა და დაემთხვა ჩვენი ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიალი, რომელიც სვეტიცხოველში აღნიშნეთ ტარდება.
გუშინ ჩატარდა სინოდის ხდომა ძალიან საინტერესოდ განვითარდა ყველაფერი და მოგიხსენებათ საერთო კრების უმრავლესობას უნდა აერჩია პატრიარქი და ასეც მოხდა მონაწილეობას იღებდნენ ეპარქიების ასე ვთქვათ ხელმძღვანელები ეპისკოპოსები და 22 ხმა მიიღო შიო მესამემ და შესაბამისად ყავს ახალი პატრიარქი რაც განსაკუთრებული რიტუალით აღსრულდა და განსაკუთრებით საინტერესოა მიდის ეთერში მას შორის ეს კადრები რომელიც ამ ღონისძიებას ეძღვნებოდა გაფართოებული სხდომით ჩატარდა ეს იგულისხმება რომ ამ სხდომაზე ამ არჩევნებზე შესაძლებელი იყო ხმის მიცემის მონაწილეების გარდა მიეწვიათ სხვა სტუმრებიც ღვთისმსახურები საერო ხელისუფლების წარმომადგენლები საერო პირები და სხვა ამას არჩევნებში ისინი მონაწილეობას არ იღებენ დამსწრეები არიან უბრალოდ ამ რიტუალს ესწრებიან როგორ ტარდება ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ჩატარდა ყველა რიტუალი იყო რა თქმა უნდა პროტოკოლით გაწერილი და შესაბამისად უკვე აირჩიეს ახალი პატრიარქი რომელიც უნდა გაუძღვეს ქართულ მართლმადიდებლურ 60 ქულო ეკლესიას ამას ხაზი უნდა გაუსვათ. სწორედ დღევანდელი დღე არის ამის ნიშანი ანდრია პირველწოდებულის როგორც მოციქული ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში სწორედ აი ამ სიმბოლურ ამბავს ატარებს და ამიტომაც არის ავტოკეფალური 60 ქულო ეკლესია. ბატონო მერიან ილია მეორის ესე ვთქვათ პატრიარქად კურთხევის პერიოდიც რო გავიხსენოთ და შევადაროთ შეიცვალა თუ არა თვითონ დაუშვათ არჩევის პრინციპით რაღაცა აი ამ წლების განმავლობაში ან კურთხევის თვალსაზრისით აი დაცვლილებები განხორციელა და ნახევარი საუკუნის შემდეგ ასე ვთქვათ. როგორც მოგეხსენებათ 1977 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა არჩევნები და იღებდა ძალიან ცოტა ეპისკოპოსი მონაწილეობას, იმიტომ რომ საეპისკოპოსები არ არსებობდა იმ რაოდენობის, რაც დღეს გვაქვს ჩვენ, მაგალითად, განსაკუთრებით აღარაფერს ვამბობთ, ჩვენ საეპისკოპოსები გვაქვს ქვეყნის გარეთაც ჩვენი დიასპორებისთვის და ის საერთოდ არ არსებობდა ამ თვალსაზრისით და 2 დღის შემდეგ სვეტი ცხოველში უკვე მოხდა პატრიარქის ინტრონიზაცია, 25-ში ჩატარდა ეს ცერემონია. თავად ცერემონიალს ახლა მივადევნებთ თვალს როგორ ჩატარდება პირველ რიგში რაც საერთო აქვს ამ ორ ცერემონიალზე რაც აუცილებელია ეს იქნება სპეციალური შესამოსელისა და იმ სიმბოლური ნივთების გადაცემა პატრიარქისთვის რაც ეკუთვნის ეს არის პანაღია რომელიც როგორც წესი არის ღვთისმშობლის გამოხატულებით და ძვირფასი ქვებით შემკული ასევე საპატრიარქო კვერთხი რომელიც სიმბოლურია და გამოსახავს მის ხელმძღვანელობას ხელისუფლებას ასე ვთქვათ ეკლესიაზე და რასაკვირველია გვირგვინი რომელიც მას როგორც პატრიარქის აუცილებლად უნდა გადაეცეს ეს ახლები იქნება თუ დაუშვათ რაღაც მემკვიდრულად გადაეცემა მემკვიდრეობით გადაეცემა და მემკვიდრეობითია და შესამოსელი რომელსაც აქვს ყველა ნაწილს აი ზედა შესამოსელს მოსასხამს ყველას აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა ეს კონკრეტული შემთხვევა როდის რა გამოიყენება მოსასხამი როგორ უნდა თქვათ პატრიარქს მოახურონ იმიტომ რომ ეს სიმბოლოები სწორედ მის ხარის გულისხმობს, ანუ სასულიერო წოდებას იგივეს ვერც ერთი ეპისკოპოსი ვერ გაიმეორებს, იმიტომ რომ კონკრეტული სამოსიც და ნივთებიც, რომელიც მას გადაეცემა, მხოლოდ საპატრიარქოა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოხატავს იმ სიმბოლურ დატვირთვას, რომ ის არის ეკლესიის საჭედპყრობელი, ანუ რეალურად ხელმძღვანელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის. ანუ ჩვენ სამოსელითაც უნდა მივხვდეთ, ხო, რა სტატუსის მატარებელ სასულიერო პირთან გვაქვს. და ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ვსაუბრობ და ოდესმე სადაო ყოფილა გამხდარა რამე საქართველოს ბუნებრივია საქართველოს ისტორიაში მაინტერესებს. ბევრი შემთხვევა სამწუხაროდ იყო, ურთულესი პერიოდი გავიარეთ მაგალითად მე-20 საუკუნეში. 1917 წელს საქართველოს მოიპოვა ავტოკეფალია და კირილ მეორე გახდა პატრიარქი. თავად ეს რიტუალი ეს ყველაფერი უძღოდა დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ და მე ერთი წლის შემდეგ მოხდა დამოუკიდებლობის მოპოვება ქართულმა სახელმწიფომ აღადგინა ასე ვთქვათ დამოუკიდებლობა მაგრამ ჯერ იყო წინასწარ ავტოკეფალის მოპოვება აი იქ პრაქტიკულად წყაროებში დოკუმენტებში ჩვენ საარქივო დოკუმენტებში ჩვენ ხვდებით რომ გარკვეული სიმბოლოები იყო სადაო იმიტომ რომ დიდი წვეტა იყო საპატრიარქი არ ყავდა ძალიან დიდი წვეტა იყო რუსული ეკლესია იყო შემოსული ჩვენს ქვეყანაში და ის მართავდა ქართულ ეკლესიას და შესაბამისად აი სიმბოლური დატვირთვები პრაქტიკულად ბევრი დეტალი ახლიდან შეიქმნა ახლიდან მოიგონა მათ შორის უკვე ჩვენი უწმინდესის აღსდგაც და დატვირთვა შეიქმნა კიდეც მათ შორის
ჩვენი უწმინდესის ილია მეორის პატრიარქობის დროს ძალიან ბევრი ტრადიცია აღსდგა, რაც საუკუნეების წინ იყო და მივიწყებული იყო გარკვეული თვალსაზრისით. თუნდაც სინკრონიზაციის ნაწილში. კი ბატონო. ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ, აი იგივე მე-20 საუკუნის ამბებს, როდესაც კირიონის შემდეგ ხდებიან სხვა პატრიარქები, მოდის ლეონიდე, მოდის ამბროსი ხელაია, განსხვავდება აი ეს მიმართულები მე დავით მეხუთე, ეფრემ მეორე, რომელიც მცირე ხნით იყო პატრიარქი. და აი უკვე უწმინდესმა ილია მეორემ ბევრი დეტალი, მათ შორის ისტორიკოსებთან ერთად მუშაობისას აღადგინა საუკუნეების მანძილზე. ხაზი უნდა გაუსვათ იმ ამბავს, რომ ბევრი საეკლესიო ნივთი, მათ შორის განძი, საეკლესიო განძი მე-19 საუკუნეში ჩვენი ქვეყნიდან იკარგებოდა. და ეგზარქოსები ამას აქტიურად აკეთებდნენ. ის კი არა ტაძრების მშენებლობის ჩარევაზე იყო საუბარი, ამის ნათელი მაგალითია ქაშვეთის ტაძრის მშენებლობა, როდესაც ეგზარქოსი იყო წინააღმდეგი ამ ფორმით რო აღედგინათ ქაშვეთი და აეშენებინათ, იმიტომ რომ ორგანიზატორების იდეა იყო, რომ ქაშვეთი უნდა დამსგავსებოდა სამთავის და სამთავისის უნდა გაემეორებინა მისი არქიტექტურა. აი ამ დონემზეც კი ერეოდნენ ისინი და შესაბამისად აი პრაქტიკულად თვალს ვადევნებთ ყველა განახლებას ეხლა რაც საუკუნეების მანძილზე იყო ჩვენთან. ბუნებრივია ზოგიერთი ელემენტი დაკარგულია, ვერ აღდგა ტრადიციების მიხედვით და შესაბამისად აი ახლიდან ჩატარდა განსაკუთრებული კვლევა შიო პირველის და შიო მეორის, რომელიც იყო მე-14 საუკუნეში ეს ორი პატრიარქი ყავდა, პრაქტიკულად მეორე პატრიარქი შიო მეორე რომელიც იყო დაემთხვა პერიოდს, როდესაც საქართველოს სამეფო სამთავრობოდ იშლება. პოლიტიკურად უმძიმესი სიტუაცია იყო მაშინ და ეხლა, როდესაც აი ჩვენი ახალი პატრიარქის აღსაყდრების საკითხი დადგა და არჩევის, უკვე იმ მოვლენებსაც ისტორიკოსებმა გადაავლეს და გადავავლეს თვალი, რა ხდებოდა, თქვათ იგივე მათ ბიოგრაფიულ ნაწილში, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. როგორ დამაინტერესა ხა ამ დეტალები? ბატონო, ჩვენ ცნობიერში რაღაცნაირად თანამედროვე საქართველოსი რაღაც ერთი სახეა პატრიარქის, ხო, ილია მეორეს სახით, ხო? მისი ყველაფერი, ისტორიაც მისი ესე ვთქვათ, ურთიერთობაც ქვეყანასთან, საზოგადოებასთან, მრევლთან და ასე შემდეგ. საინტერესო რა მოლოდინებია ახლა უკვე შიო მესამეს მისამართით, როგორ ფიქრობთ თქვენ, საზოგადოება რას ელოდება მის? ძალიან საინტერესო კითხვაა და ბუნებრივია ეს კითხვა ყველას გაუჩნდა ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვახსოვს ერთი პატრიარქი. და პატრიარქის ხსენებაზე ყველას რა თქმა უნდა ილია მეორე. ხმაც კი. რასაკვირველია ასეთი სიყვარულის და ასეთი რაღაცნაირი პატივისცემის შემდეგ არ არის თუ და როგორც განსაკუთრებულმა მოღვაწემ მან ეს დაიმკვიდრა ეს სახელი და დარჩება და საუკუნეების. თავისთავად შიო მესამეს აღსაყდრება და პატრიარქად შედგომა ამ ურთულეს გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვიცი, ყველას იმედი და დარწმუნება აქვს, რომ მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, ის გააგრძელებს ასე ვთქვათ ამაყად და გააგრძელებს პატრიარქის იმ ტრადიციას, რაც აქამდე არსებობდა და რაც ილია მეორემ გარკვეულწილად შექმნა, ბევრი რეფორმა გაატარა საეკლესიო ცხოვრებაში და აი ამ თვალსაზრისით მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს და ეს მოლოდინიც, დადებითი მოლოდინი აუცილებლად გამართლდება. მათ შორის იყო უკვე საუბარი ამ პრაქტიკულად ეს საარჩევნო პერიოდში, ასე რომ ვთქვათ, იყო საუბარი მათ შორის გაძლიერება ქვეყნის გარეთ დიასპორებთან მუშაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კომპონენტის დამატება თუნდაც ტაძრებში, ეკლესიებში, მრევლში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. ნუ დრო გვაჩვენებს ბუნებრივია, დრო როგორც სირთულებს მოიტანს, ასევე იმ კარგ გადაწყვეტილებებსაც დარწმუნებული ვარ, რომელიც მომდევნო პერიოდში ნათლად გამოჩნდება. იმიტომ რაღაცა როგორ თქვა, მარტო სასულიერო, ასე ვთქვათ, რელიგიური მზრუნველობა თითქოს არ არის, ხო? პატრიარქის ერთადერთი, ასე ვთქვათ, გზა, ხო? აქ არის საოცარი მაღალი ხარისხის დიპლომატიური უნარჩვევები და რაღაც ეს ნიჭიერება ერთგვარი, ასევე რაღაც პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფიგურაა, ხო? ხედვა.
უდაოდ უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია პრაქტიკულად საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეთნიკურ ხასიათთან და ნიშანთან იკვეთებოდა ყოველთვის. ანუ მართლმადიდებლობა და ქართველობა ჩვენს ეროვნულ ცნობიერში ისე გადაიზარდა, რომ პრაქტიკულად სინონიმებად იქცა. შესაბამისად, პოლიტიკური სეგმენტი, საზოგადოებრივი ყოფის ნაწილი ძალიან დიდია თუნდაც ეკლესიაში და ამ თვალსაზრისით აქ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, მით უმეტეს ისეთ დროში, როდესაც გლობალიზაცია არის ძალიან დაჩქარებული. ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორც ქართული ამ ტრადიციულ საზოგადოებაში დაჩქარებული პროცესები, თუნდაც საეკლესიო მიმართულებით და ასე შემდეგ, ძალიან რთულად გასავლელია, ასე ვთქვათ, და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საზოგადოება ეკლესიამ შეძლოს და ეს თავისთავად შეძლო ილია მეორემ, რომ უფრო შეკრას საზოგადოება, უფრო შეაკავშიროს და ერთიანობის განცდა გაუჩინოს და ამ ერთიანობის ძალიან დიდი ნიშანი იყო თუნდაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ხალხის რიგები იქ რომ მისულიყვნენ და სამძიმარი გამოეხატათ მის მიმართ და მოიხსნა. ეს იყო ძალიან ნათელი მაგალითი. სხვადასხვა ჯგუფების, საზოგადოების სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანი ერთად იდგნენ საათობით, ვიდექით მათ შორის ჩვენს საათობით რომ იქ მისულიყავთ. აი ეს გამაერთიანებელი როლი დარწმუნებული ვარ ჩვენმა ახალმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს და აქტიურად რასაკვირველია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. უდიდესი პასუხისმგებლობა, ხო, იმიტომ რომ რთულია რომ არ მოხდეს იმ ჭრილის ქვეშ რაც შექმნა ილია მეორემ და რითიც გაგვაერთიანა სრულიად საქართველო. ვინც იცნობს ჩვენს ახალ პატრიარქს პირადად და მეც მაქვს პატივი რომ მას პირადად ვიცნობდე, დამერწმუნება რომ საკმაოდ პრინციპული და მყარი, ანუ პრინციპული ადამიანია, ბეჭდაში და ამ პრინციპულობით მიუდგება ამ უდიდეს საქმეს, რომელიც აი დღეს ახლა საათების განმავლობაში ის რიტუალიც დასრულდება, როცა ასევე ძალიან საინტერესო რიტუალი. ყველა შეუძლია მივიდეს სვეტის ხალხში. ყველა შეუძლია დაესწროს ჩვეულებრივად მრევლი ამ საზეიმო ცერემონიას, ინტრონიზაციას და რასაკვირველია მიიღოს ამ ზეიმში მონაწილეობა. ეს არის შემოსვის საზეიმო ლიტურგია აღესრულება პატრიარქად ახალდრების საზეიმო იქნება ლოცვა ბუნებრივია, მერე იქნება შემოსვის და აუცილებლად იქნება მისი სიტყვა. რომელიც მიმართავს უკვე მრევლს და ეკლესიას როგორც პატრიარქი. პირველი მიმართვა. რასაკვირველია პატრიარქის როლში ამ თვალსაზრისით უკვე სრული ლეგიტიმაციით, იმიტომ რომ თუნდაც ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობდით, აი შესამოსელზე, ცერემონიალზე და ასე შემდეგ, ესეც ლეგიტიმაციის ნაწილია. ის რიტუალები, რასაკვირველია, ის რიტუალები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ასე შესრულდეს. და გადაეცეს ის. გადაეცეს უკვე აი მესაჭე გახდეს ჩვენი ეკლესიისა, რომელიც კიდევ ერთხელ მეორებ 60 ქულოა და საუკუნეებს ითვლის წელს ჩვენ უკვე უნდა ვიზეიმოთ 1700 წელი ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად, რომელიც მე-5 საუკუნეში ჩვენ უკვე ავტოკეფალური გავხდით. მანამდე ქართული ეკლესია ეკუთვნოდა ანტიოქიის საეკლესიოს და ანტიოქიიდან იღებდნენ მირონს და ჩვენ შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა და ეს იყო განსაკუთრებული პერიოდი, რომ უკვე მირონის ხარშვის დროს აქ გადმოვიდა საქართველოში და სრული ლეგიტიმაციით გახდა 60 ქულო ეკლესია. ძალიან დიდი მადლობა. ამოუწურავია ზოგადად ეს თემა და მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და მადლობა თქვენ. ვადევნებთ თვალყურს როგორ ვითარდება მოვლენები. აქვს მოლოდინები. ინტრონიზაციის ცერემონიალი გონდება ყველას წინ დღევანდელ დღეს.